2014 წლის 10 თებერვალი. მე კი ვიცი რა უბედურებად პირს. შანსი არ არის ჩემი მორჩენის. წამოვედი მაინც გულმა არ მომითმინა. კალმახის სეზონია გახსნილი. ვიფიქრე ამოვალ ტბაზე თქო. გახსნის დღეს ნახე ძალიან ბევრი დიდი თევზი. ვიცი რა. არაფერი მეშველება, მაგრამ ისიც ვიცი რომ უკვე გვიანია. მაგრამ აღარ ბიჭი დგას კაცო. 22-24 წლისა იქნება. ყინულზე თევზაობს კავშირ შოლტით. რა აღარ მინახია ცხოვრებაში. ესეთი შტერობა მე პირველად ვნახე. კაცშვილი არ არის. სადღაც 1-5-6 დღეა არავინ არ შემოსულა. მაგრამ წეღან დავიჭირე ბერკლის ზონზე. ცოცხალია ჯერ კიდევ. ვამტვრია ყინული იმით სიმძიმით. შუაში ცარიელი რომ ჩანს. არის თევზი ძალიან ბევრია, მაგრამ ვერა ქაჩამს. აგეთ ნაპირებში სქელია ყინული, ძლივს ამოვაგდე ესეც იმაზე ყინულზე და ფოწილად გამოვიტანე. შანსი არ არის სხვანაირად თევზაობის, ისევ და ისევ რაც ავირჩი ეს მეთოდი არის. ჩამემტრია ყინული იქ და ცოტა ქარი იყო, ეხლა სიწყნარი არის. იმას ქნა რა ქვია, 1-2 ჯერ დაარტყა ამის გარდა, მაგრამ ძალიან ისინი მსუბუქი შეტევები იყო. ნახოთ. 1 საათი დრო კიდე მაქვს. ძლივ შემოვედი, ხეები არის ჩახერგილი ბილიკებზე, დიდი თოვლი იყო და დაამტრია ხეები. აი ამას საყოლწმაო რა, საყოლდო. ყინულზე თევზაობს, გაყინულ ზედაპირზე ბუზანკალით. მე ესეთი აფერი არ მინახია. კაიება დროებით. თუ დავიჭირე კიდევ რამდენიმე სურათებს გაჩვენებთ მერე. კლაპ, ტირე, მონადირე, წერტილი ჯეზა. დროებით.